მოქმედი კონსტიტუციური ორგანო საპროკურორო საბჭო შედგება 15 წევრისგან, რომელთაგან 8 წევრი არის პროკურორი. ამ 8 წევრისგან დღეისათვის უფლებამოსილების ვადა ამოეწევა 3 წევრს, რის გამოც მოწვეული იქნა ჩვენს მიერ პროკურორთა კონფერენცია, რომელზეც ჩატარდა საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევნები და დღეს ჩვენს მიერ არჩეული იქნა საპროკურორო საბჭოს 3 ახალი ღირსეული წევრი. მე მინდა მივულოცო საპროკურორო საბჭოს ახალ წევრებს საპროკურორო საბჭოში არჩევა და ასევე მადლობა მინდა გადაუხადო უკვე იმ ადამიანებს, ვინც 4 წლის განმავლობაში ღირსეულად მსახურობდა საპროკურორო საბჭოში. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს პროკურატურის ყველა გამომძიებელს და პროკურორს, რომლებიც ესწრებოდნენ დღეს კონფერენციას და ეს იყო უპრეცედენტო დასწრება კონფერენციაზე. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია დღევანდელი არჩევნების სრულყოფილად და ძალიან სწრაფად მოწესრიგებლად ჩატარებაში. პირველ რიგში განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა საპროკურორო საბჭოს ყოფილ წევრებს ეკა ხარებავას, შოთა ტყეშელაშვილს და ალექსანდრე მუყასაშვილს 4 წლიანი ნაყოფიერი საქმიანობისთვის და პროკურატურის სისტემაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. დღეს პროკურორთა კონფერენციამ აირჩია 3 ახალი წევრი, ესენი არიან ია ჩხეიძე, ვანო ოქროპირიძე და შოთა კვაჭანდირაძე. სამივე მათგანი გახლავთ ძალიან კვალიფიციური, გამოცდილი და ასევე ისინი არაერთი წელია, რაც პროკურატურის სისტემაში კეთილსინდისიერად ემსახურებიან თავიანთ საქმეს. მე დარწმუნებული ვარ, სამივე მათგანი გაამართლებს ამ ურჩევლის ნდობას და ისინი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ პროკურატურის როგორც კონსტიტუციური ორგანოს კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში. წარმატება მინდა ვისურვო სამივე მათგანს. საპროკურორო საბჭოს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი უზრუნველყოს საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და საქმიანობის ეფექტიანობა. მინდა პროკურორთა კონფერენციის თითოეულ მონაწილე პროკურორს და გამომძიებელს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და კონფერენციაში მონაწილეობისთვის.